მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედიჯი, MyVideoჯი, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. ჩვენს დედაქალაქში მიმდინარეობს 28 ოქტომბრიდან და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება საქართველოს სიმფონიეტა, რიგით მე-11 თბილისის ბაროკო ფესტივალი და ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობთ ჩვენ სტუმართან ერთად შემოგვიერთდა სიმფონიეტა საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თეა მუქერია. თეა, მოგესალმები, მადლობა გიხდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე-11 იმართება ბაროკო ფესტივალი და ის შემთხვევა, როდესაც ის პერიოდი, რომელიც ბაროკოსთვის დამახასიათებელია, ფაქტობრივად ცოცხლდება. მოდი გითხარი, რით არის გამორჩეული წლევანდელი ფესტივალი და შემდეგ უშუალოდ ვისაუბროთ იმ ღონისძიებებზე, რომელიც დარჩენილია 7 დეკემბრის ჩათვლით. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. რაც შეეხება წლევანდელ ფესტივალს, ტრადიციულად, როგორც ყველა ფესტივალი, ესეც არის თავისებურად გამორჩეული. ის რომ მე-11 ჯერ ვატარებთ, უკვე ნიშნავს, რომ თამამად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ფესტივალი შედგა და წარმატებით მიმდინარეობს, რომ მსმენელი დაინტერესებული არის და იზრდება მასშტაბი ფესტივალის. წელს 10 კონცერტი შედგება და მათ შორის ასევე ერთი სამეცნიერო კონფერენცია. რა თქმა უნდა, მასტერკლასებით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ფესტივალისთვის. წლევანდელი სიახლე უკავშირდება ინსტრუმენტებს. განახლდა ეს ინსტრუმენტები, ბახი, მოცარტი, ჰაიდნი და ბეთჰოვენი, ხო? ბატონო, მასშტაბი გაიზარდა როგორც ფესტივალის, ასევე ჩვენი რეპერტუარისაც. თუ აქამდე ჩვენ ვიძახდით სიამაყით, რომ ამიერკავკასიაში ერთადერთი ბაროკოს ორკესტრი ვართ, რომელიც ავთენტიკურად ვასრულებთ ამ პერიოდის მუსიკას, ახლა შეგვიძლია უკვე თამამად შევასრულოთ ასევე ავთენტიკურად ბაროკოს გარდა კლასიკოსები და ადრეული რომანტიკოსების ნაწარმოებები. რა ინსტრუმენტებზეა საუბარი თეა? ერთი არის კლავესინი, რომელიც გახლავთ კენედის მოდელი, რომელზეც ბახი თავად უკრავდა. ბახს უყვარდა ძალიან ეს ინსტრუმენტი და ყველა ის ნაწარმოები, რომელსაც დღეს ასრულებენ ბახის დაწერილ ნაწარმოებებს და ძალიან ხშირად ეს სრულდება როიალზე, რაც ასევე არაჩვეულებრივია, ბახის შეუძლებელია რომელიმე ინსტრუმენტზე ცუდი იყოს. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბახს უკვე ქონდა ნანახი, მაშინ უკვე არსებობდა ჩაქუჩებიანი ეგრეთ წოდებული როგორი მექანიზმიც აქვს როიალს ინსტრუმენტი, მიუხედავად ამისა, ის მაინც არჩევდა კლავესინს და სწორედ კენედის მოდელი კლავესინი გახდათ, რომელიც ბახი უკრავდა და ჩვენთან არის უკვე საქართველოში, მას შესრულდა უკვე სწორედ ბახის მუსიკა 9 ნოემბერს, რომელიც შეასრულა ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრმა და თავად ამ ინსტრუმენტზე უკრავდა მათი ხელმძღვანელი ააპო ჰეკინენი. ასევე გვაქვს კიდევ ერთი ინსტრუმენტი, ძალიან მნიშვნელოვანი, მას მოცარტის ინსტრუმენტს ვეძახით. ოღონდ ეს არის უკვე ჩაქუჩებიანი, არ არის ეს კლავესინი, ეს არის პიანო ფორტე, იგივე ფორტეპიანო, რომელიც არის სწორედ როიალის წინამორბედი. და მოცარტი თავისი ცხოვრების ბოლო 10 წელი ამ ინსტრუმენტზე უკრავდა, ყველგან დაქონდა, სადაც კი მიდიოდა. ეს არის ვალტერის მოდელი, რომელიც შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთმა აღიარებულმა ფორტეპიანოების მწარმოებელმა პოლ მაკნალტიმ პრაღაში, ჩეხეთში და ამ მნიშვნელოვანი დღე გვქონდა 12 ნოემბერს, იმიტომ რომ სწორედ ამ დღეს შედგა ამ ინსტრუმენტის პრეზენტაცია, თავად პოლ მაკნალტი გახდა ჩვენთან სტუმრად და სწორედ მან ფესტივალის მსმენელებს გააცნო ინსტრუმენტი თავისი მნიშვნელობით, თუ რატომ უნდა შესრულდეს მაგალითად მოცარტის, ასევე ჰაიდნისა და ბეთჰოვენის მუსიკა ამ ინსტრუმენტზე, ვინაიდან ჰაიდნიც ამ მოდელზე უკრავდა და ბეთჰოვენი ახალგაზრდობაში მეცადინობდა ამ ინსტრუმენტზე, იმიტომ რომ ძალიან მოსწონდა. რა დამატებით შესაძლებლობებს მოგცემთ ეს ინსტრუმენტები, რომელიც აქამდე ფაქტობრივად იყო ოცნება? შესაძლებლობა ის არის, რომ უკვე მსოფლიოში არის ესეთი ტენდენცია და მე პირადად როგორც მუსიკოსი მას მივესალმები, რომ ყველა ეპოქის მუსიკა ავთენტიკურად შესრულდეს.
მართალია არიან მუსიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ როდესაც არსებობს თანამედროვე ინსტრუმენტები უკვე რატომ უნდა შესრულდეს ძველზე, მაგრამ პირიქით 21 საუკუნეში როცა გაქვს შესაძლებლობა, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტზე შეასრულო, რატომ უნდა შეასრულო ერთზე ყველა აი ამდენი წინა ეპოქის მუსიკა, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა ჟღერადობა აქვს და ამას გარდა, როგორც მუსიკოსმა რო ვისაუბრო ახლა რა მნიშვნელობა აქვს მასე ვთქვათ შესრულებას იგივე მოცარტის მუსიკის ან ჰაიდნის ან ბეთჰოვენის ხო არტიკულაცია თვითონ ფრაზები რაც უნდა შესრულდეს თვითონ კლავიატურის სიდიდე ყველაფერი და მისი ჟღერადობაც თამამად გაძლევს იმის საშუალებას რომ შეასრულო ისე როგორც კომპოზიტორს ჰქონდა ჩაფიქრებული. ანუ ზედმეტი ძალისხმევა არ გჭირდება, რომ შენ მიაღწიო იმ ფრაზირებას, თქვათ, ან იმ შტრიხებს, ან იმ არტიკულაციას, რომ მიიღო, თქვათ, ის, რაც უნდა მიიღო მოცარტის მუსიკიდან, ან ჰაიდნიდან, ან ბეთჰოვენიდან. თვითონ ინსტრუმენტი ფაქტიურად ყველაფერს აკეთებს, რაც როიალზე გაცილებით რთული არის. აი ყველა მუსიკოს ვურჩევ რომ მოსინჯოს ჩვენთან არის უკვე ეს ინსტრუმენტი და თავად მიხვდებიან აი როდესაც დაუკრავენ პიანოფორტეზე და შემდეგ როიალზე რომ გაცილებით გაუადვილდებათ მათ და უფრო მეტად მიხვდებიან თუ რა სურთ თქვან ამა თუ იმ ნაწარმოებიდან იმ კომპოზიტორებს რომლებიც ამათზე უკრავენ 10 კონცერტი ვახსენეთ რა კონცერტებია ეს ვიდრე კონცერტებზე გადავალ ახლა ინსტრუმენტებზე ვისაუბრეთ აუცილებლად უნდა აღვნიშნო რომ საქართველოს კულტურის სამინისტრო ძალიან დაგვიდგა მხარში და რომ არა ისინი ჩვენ ვერ შევძლებდით ამ ინსტრუმენტების საქართველოში ქონას ეს ნამდვილად ისტორიული მომენტი არის იმიტომ რომ 21 საუკუნეში საქართველოში პირველად გვაქვს შესაძლებლობა რომ ესეთი საკრავები გქონდეს რაც შეეხება 10 კონცერტს 10 კონცერტი 28 ოქტომბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით როგორც აღნიშნეთ გადაცემის დასაწყისში სხვადასხვა კონცერტია რომელიც მოიცავს როგორც ინსტრუმენტულს ასევე ვოკალურ ნაწარმოებებს რეპერტუარს უпростоრად და პირველი გახსნა იყო ქართული ჰანგებით გავხსენით ჩვენ ყოველთვის გვინდა რომ ქართული აუცილებლად ჟღერდეს ჩვენ ფესტივალზე, იმიტომ რომ ქართული არის ევროპული მუსიკა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულ მუსიკას ცოტათი ჩამოვრჩით, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ტრადიციულ მუსიკას, ასევე საგალობლებს ნამდვილად პასუხობს იმ ეპოქას, რა ეპოქის მუსიკასაც ჩვენ ახლა ვასრულებთ. გახსნა შავნაბადამ და შემდეგ უკვე პერგოლეზის სტაბათ მატერი შეასრულა ძალიან ცნობილმა ვარსკვლავმა ანდრიას შოლმა და ასევე ჯულია ბოლკატომ. იყო ნამდვილად დიდი დღესასწაული. ამას მოყვა 9 ნოემბერს ჰელსინკის ბაროკოს ორკესტრი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, 12 ნოემბერს ჩვენი პიანოფორტეს მოცარტის ინსტრუმენტის პრეზენტაცია. 15 ნოემბერს იყო ძალიან საინტერესო კონცერტი. სხვა სამყაროში გადაგვიყვანა აბსოლუტურად ყველა, იმიტომ რომ ჩვენც მონაწილეებით დარბაზში ვისხედით და ორკესტრიც და იშვიათად გვაქვს ხოლმე ეგეთი, მუსიკოსებს იშვიათად აქვთ ეგეთი შესაძლებლობა, იმიტომ რომ სოლისტი გვყავს ვალენტინ ტურნე, რომელმაც შეასრულა ცნობილი ფრანგი რეჟისორის ალან კორნოს ფილმის საუნდტრეკი, კინომუსიკა. ეს არის სამყაროს ყველა დილა. და იქიდან იყო წარმოდგენილი ნაწარმოებები სანთლის შუქზე და იყო რაღაც მართლა განსაკუთრებული საოცარი განწყობა იყო მთლიანად რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე დარბაზში ყველა ვისიამოვნეთ და მართლა სხვა სამყაროში გადავედით და 18 ნოემბერს ვალენტინ ტურნე უკვე საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად სტარტდება ანუ ხვალ გვაქვს ეს კონცერტი ფრანგული ბაროკო მინდა გითხრათ ფრანგული ბაროკო ძალიან რთული მუსიკა არის და რაში გამოიხატება ეს რთული? იმიტომ რომ ის აერთიანებს იტალიურ, გერმანულ მუსიკას, ანუ სინთეზური არის უფრო ფრანგული მუსიკა და თავისი ორნამენტი კი ძალიან დატვირთული და იცით ბაროკოს მუსიკა ხომ ეს არის მეტყველება, ცეკვა და სიმღერა და მეტყველება ფრანგული წარმოგიდგენთ ხომ იცით რამდენად რთული აი დაახლოებით ასეთივე სირთულის არის ფრანგული მუსიკა, ესე უხსნი ხოლმე ადამიანებს, რომელსაც შეიძლება რაღაც დეტალები მუსიკის არ ესმოდეს. და ნამდვილად ისიამოვნეთ, ასე რომ ხვალინდელი კონცერტი არ უნდა გამოტოვოთ. შემდეგ, დიახ. გაგრძელე. გავაგრძელო. 24 და 27 ნოემბერს
ორი სტუმარი, ეს გახლავთ გერმანელი მევიოლინე კრისტინა ბუში და დოროთე მილცი სოპრანო და 24 ნოემბერს შესრულდება ბახის მუსიკა, ხოლო 27 ნოემბერს პერსელის მუსიკა, ანუ გერმანული და ინგლისური მუსიკა იქნება. 30 ნოემბერს ფრანჩესკო ჩერა შეასრულებს ასევე ბახის მუსიკას, ოღონდ უკვე ამჯერად ის შეასრულებს ორგანზე. ხოლო 2 დეკემბერს კი ასევე ჩერა შეასრულებს სამი გენიოსი, ესე დავარქვით, ვივალდი, ჰენდელი და ბახი. და ბოლოს 7 დეკემბერს დასრულდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში და ყავს ასევე ძალიან მოკაშკაშე ვარსკვლავი, რომელიც შეასრულებს კონცერტსაც ასევე ქვია სოპრანისტას ფოიერვერკი. ასე ეწოდება მაიან ლიხტი, ძალიან ცნობილი სოპრანისტი, ანუ კონტრტენორი, ჩვენთან უფრო ეს ამ სახელით არის გავრცელებული და ნამდვილად დიდი ზეიმით დასრულდება კონსერვატორიის დიდ დარბაზში წლევანდელი ფესტივალი. ჩვენ აღნიშნეთ კიდევ ერთი საკითხი, ეს არის სამეცნიერო კონფერენცია 4 დეკემბერს. კი ბატონო, 4 დეკემბერს ატარებს სამეცნიერო კონფერენციას მუსიკა ბაროკომდე და ბაროკოს ეპოქაში. ვისთვის არის ეს კონფერენცია, ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება? ესე იგი 10 წლის განმავლობაში ჩვენ ფესტივალზე გვქონდა სალექციო ნაწილი, ანუ ვატარებდით საჯარო ლექციებს, სხვადასხვა სპეციალისტები, ვარსკვლავები ატარებდნენ ლექციებს სხვადასხვა თემაზე, რომ მხოლოდ მუსიკით არ შემოვიფარგლოთ. ხოლო 4 დეკემბერს წელს შევცვალეთ, ასე ვთქვათ, მიმართულება და ძალიან გვინდა რომ სამეცნიერო მიმართულებით პოპულარიზაცია გაუწიოთ ამ მუსიკას, რომ ეს არ იყოს მხოლოდ კონცერტები და საშემსრულებლო მიმართულება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ უკვე 11 წელია ეს ტრადიციულად ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასები ტარდება და ახალგაზრდა მუსიკოსებს აქვთ შესაძლებლობა თავიანთი პროფესიული განავითარონ ძალიან ცნობილ ვარსკვლავებთან და წელს დაემატა სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას შეუძლიათ მიიღონ როგორც სტუდენტებმა და არა მხოლოდ კონსერვატორიის სტუდენტებმა, ამას ხაზს გაუსვა, არამედ უკვე მეცნიერებმა, პროფესორებმა, მასწავლებლებმა ძალიან საინტერესო იქნება რას წარმოადგენენ წელს ესეთი ზოგადი თემა მივეცით მომავალი წლიდან ვპირდები ყველას რომ გავართულებ თემას, იმიტომ რომ ძალიან მინდა რომ რაც შეიძლება მეტი სამეცნიერო ნაშრომი გაჩნდეს ქართულ ენაზე, იმიტომ რომ ეს ნიშაც ამოსავსები არის აუცილებლად. წლების განმავლობაში ჩვენ ამ სტუდიაში გვიწევს ამ ფესტივალზე საუბარი, მახსოვს, სადაც იწყებოდა ეს ყველაფერი. მე ვიკითხე, რამდენად იქნება პოპულარული ფართო აუდიტორიისთვის ეს ფესტივალი, მისთვის დამახასიათებელი სპეციფიური შემოქმედების გათვალისწინებით და ბოლო დროს არის ტენდენცია, რომ ფაქტობრივად ბილეთები არ არის. როგორ გაიზარდა ამ წლების განმავლობაში აუდიტორია, რაზეა ყველაზე მაღალი მოთხოვნა ამაზეც რომ ვისაუბროთ? აი ახლა რო ჩავხედე სტუდიაში შემოსვლამდე 2 დეკემბრის ბილეთები მაგალითად უკვე აღარ არის. რაც ძალიან სასიხარულოა, რა თქმა უნდა. თავიდან მართლა ძალიან რთული იყო ყველაფრის დაწყება, იმიტომ რომ არა მხოლოდ უბრალოდ მუსიკის მოყვარულები და მსმენელები, არამედ თავად მუსიკოსებიც სკეპტიკურად უყურებდნენ ძალიან ამ საკითხს, იმიტომ რომ როგორც აღარ აღვნიშნე, არა მხოლოდ ინსტრუმენტებზე, არამედ შესრულების მანერაზეც რატომ უკრავთ ეს ხომ ძველია, ახლა უკვე სხვა მანერით უნდა დაუკრათ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა არ მოვუსმინეთ და ჩვენი გზა გავაგრძელეთ და უკვე მუნდებით რომ ძალიან სწორი გზა ავირჩიეთ, იმიტომ რომ მსმენელების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და წელს ჩვენი ფესტივალის გეოგრაფიული ზონაც გაიზარდა იმ მხრივ, რომ აქამდე თუ მხოლოდ რუსთაველის თეატრში ვატარებ მცირე დარბაზში, მოგეხსენებათ აუდიტორია იქ ცოტა ეტევა. ახლა მაგალითად უკვე ვავსებთ კახიძის სახელობის დარბაზს და კონსერვატორიის დარბაზში ვასრულებთ ფესტივალს, იმიტომ რომ მოთხოვნა არის ისეთი, რომ პატარა დარბაზი არ გყოფნის. რაც ასევე ძალიან სასიხარულოა და ხაზი უნდა გაუსვა მსმენელების ასაკობრივ ჯგუფს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის, უმეტესად ახალგაზრდები გვისმენენ და სხვათა შორის ამას თავად ჩამოსული მუსიკოსებიც აღნიშნავენ ხოლმე, იმიტომ რომ ერით ხსნით ამ ინტერესს. თვითონ მუსიკა აკეთებს ამ ყველაფერს. ბაროკოს მუსიკა არის ძალიან ცოცხალი
ძალიან სოციალური მუსიკა არის. თვითონაც ეს მუსიკა ისეთ დროს იწერებოდა, აი, როდესაც მას წერდნენ, ჩვენ ახლა გენიოსებზე საუბრობდით, ახლა ჰენდელი, ვივალდი, ბახი და ასე შემდეგ, ხო? ისინი არ ფიქრობდნენ, რომ 400 წლის შემდეგ ეს მუსიკა უნდა შესრულებულიყო. განსხვავებით რომანტიკოსებისგან, რომლებიც წერდნენ იმისთვის, რომ თავიანთი დიდებულება წარმოეჩინათ. ნუ ისინიც არიან, რა თქმა უნდა, არიან დიდებულები, მაგრამ მუსიკის თვითონ ფუნქციაც სხვა იყო. მაშინ ეს იყო განკუთვნილი კონკრეტულად რაღაცა მოვლენისთვის, ან ვიღაცის დაბადების დღისთვის, გარდაცვალებისთვის, რა თავის ფუნქციას ასრულებდა, ხო, ეს მუსიკა, ან იყო ეს საეკლესიო მესისთვის დაწერილი და არ ფიქრობდნენ, რომ 400 წლის მერე მას შეასრულებდნენ და ხალხი ესეთი აღფრთოვანებული იქნებოდა. და ალბათ ესეც იგრძნობა, ესეც თავის რა თქმა უნდა იმას ატყობს, თავის ნიშას და თვითონ მუსიკა ნამდვილად არის ისეთი, რომ შეუძლებელია არ მოგეწონოს. შეიძლება მე მიყვარს ძალიან, მაგრამ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რომ მიმდინარეობს მე-11 თბილისის ბაროკო ფესტივალი და 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება ეს. 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება ველით ყველას. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის.